გაინტერესებს, რატო ხდება, როდესაც ავტომობილი ხელოსანთან მიყვავს და მას შემდეგ ურევს ყველაფერი. ეს ვიდეო სწორედ შენთვისაა. ეხლა ნახეთ, რატომ ხდება, როდესაც ხელოსანთან მანქანა მიყვავს და მას შემდეგ იწყება მთელი რიგი პრობლემები. აი ესე. მე ვსაუბრობ ძველ ძრავზე, როდესაც ძველი ძრავი არის და ძველი მანქანა. ეხლა ახალ მანქანებთან ესეთი პრობლემა ძალიან ნაკლებად შეგექმნება. ძალიან ნაკლებად ვიმეორებ. თორე ისე კი. ეს არის 98 წლიანი მანქანა. ეხლა ნახეთ. როდესაც ძრავი ავხადე, დამჭირდა, ხო, აქ სამუშაოების ჩატარება, იქ ხელი მომიხვდა ტრუბაზე, იქ ხელი მომიხვდა იქ. ეხლა ნახეთ რა ხდება. როდესაც ეხებით ძველ გაყვანილობას, აი ესეთი რაღაცა ემართება. ეს არის სტარტერზე მომავალი კაბელი, ნახეთ რა ემართება. შეხედეთ, აი ეს არის ძველი. ეს არის სიმხურვალისგან გამომშრალი, დროის ფაქტორისგან გაფუჭებული და აქ ოსიდო ნახეთ. ეხლა აქ როგორ აქვს მოკიდებული. ეს ცოტა ხანში ისედაც აღარ გაატარებდა დენს და თქვენი ავტომობილის დაიწყებოდა პრობლემები. ეხლა ამას ესე ვერ დავტოვეთ, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ მე იმის თქმა მინდოდა თუ რა ემართება მანქანას დროთა განმავლობაში. ან როდესაც რამეს დავშლით და არ გავაკეთებთ, თუ ვნახავთ მსგავს რაღაცას. ეხლა ნახეთ, ამას ნახეთ რა ჭირს. აი ეს არის ძველი, აი შეხედეთ. ეხლა მე რო ეს მანქანა ესე ამეწყო, ამას დაიწყებოდა უკვე პრობლემები. შეიძლება საერთოდ ცეცხლიც მოკიდებოდა საერთოდ ავტომობილს. ნახეთ, აი ეს არის. ეს არის გაყვანილობა, რომელიც მოემართება კონდიციონერზე, მოემართება ალტერნატორზე ქვემოთ და ასე შემდეგ. აი ესე ემართება ზუსტად. აი ეს არის ის გამომწვევი პრობლემები, რაზეც ეხლა ვსაუბრობ. როდესაც თქვენ მიყავთ ხელოსანთან მანქანა, მე ხელოსანს არ ვაბრალე, უბრალოდ შეიძლება ვარაუდი არ გაუწიოს და მანქანა დატოვოს ესეთ მდგომარეობაში. სადმე ხელი მოუხდეს, იქ პრაუდი რამეს მიედება, გადაიტანს დაამასებს და ხდება რიგი პრობლემები. დადიხართ მექანიკოსებიდან მექანიკოსებში და ვერ გებულობენ პრობლემას. აი ეს არის ზუსტად ის პრობლემები, რაც შეიძლება თქვენ მანქანებს გამოიწვიოს და გემართოთ. გამოიწერეთ არხი, დააკომენტარეთ, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით.